მოგესალმებით ძილქას მსვენელებო და მეგობრებო. ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ ელენა მუზას ვიდეო, უბრალოდ ელენა მუზას არხი თარგმნის ყველა ვიდეოებს თუ რამეს წარმოგიდგენთ ამ არხიდან. მათ შორის ისმაილ პრესის ვიდეოებსაც. ახლა კი მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ მე შოუ სადაც მონაწილეობენ ეტყობა არონი კუნხი და ტაილერ კიალა არიან წამყვანები, არის შეიძლება სტუმრები. აქ კიდე არის მესამე პირი ჩარლზ მიხეილე. იქ ინგლისურად წერია და შეიძლება სწორად ვერ წამოვთქვი. და ამ თემის ამ ვიდეოს თემა არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა აპირებს ხალხის პლანეტის გაგზავნას. ნახოთ, რაზე აქვს საუბარი. ხო, მე მართალი აღმოჩნდი ეს სტუმარი გაჩვენეთ ახლა აგერ შუაში რომ მამაკაცია წორებიანი, ეს არის სტუმარი. ესენი კი არიან წამყვანები. არონ აქ უკუღმა წერია, კარგი, ამათ ამოგიკითხავთ ახლა მე. ამ ბიჭებს ქვია არონ კუხი, აქეთ რო გაჩვენეთ, ჩემგან მარცხნივ, თქვენგან არის ახლა რომელი მხარეა, ჩემგან მარცხნივ. მარჯვნივ კი ტაილერ კიალა. და ამათ სტუმრად ყავთ ჩარლზ მაიკლი. ის ყოფილა მანამდე ორჯერ სტუმრად ამათთან. ეს არის მეორე დაპატიჟება. ხო, იცით რა, მე ახლა ტექსტს წავიკითხავ, ტექსტიდან გადავთარგმნი პირდაპირ, იმიტომ რომ აქ მაქვს საშუალება გამოვტოვო, დრო არ დავკარგო, რაღაც წვრილმანების მოსვენაში რასაც არ აქვს მნიშვნელობა, არ ჩემთვის და არ თქვენთვის, პირდაპირ თემაზე მინდა გადასვლა, ამიტომ მე დიალოგის სახით ამ ვიდეოს არ წავიყვან, იმიტომ რომ ძალიან რთულია დიალოგი აწარმოო, როდესაც ხანდახან გვაჩვენებენ უბრალოდ სახეებს, თუ რომ ვინ ლაპარაკობს, არ ჩანა უბრალოდ დაფიქსირებული მიმიკის გარეშე სახეებია, ჩვეულებრივად როგორც ფოტო. ამიტომ რომ არ გავწვალდე მეც და რომ თქვენც არ გაგაწვალოთ, პირდაპირ შევამოკლებ ამ თემას თანდათანობით. და აქ საუბარია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გაჩნდა ბოლო დროს მონაცემების გახსნაზე, ანუ ინფორმაციის გახსნაზე და მე პირდაპირ სამივეს მაგივრად ერთში გავუშვებ ამ სალაპარაკოს, არც კითხვებს გავიმეორებ, არაფერს, პირდაპირ პასუხებს მიყვები და ვიდეოც გამოვა მოკლე. გრძელი ვიდეო არ გამოვა. მას დავიწყოთ. თან აქ მაპარტიეთ ისე წამყვანებს დაუბრუნდი. ახლა რომ უსმენ ამათ, თარგმანი არ ისმის ისე კარგად. უფრო ისმის ამათი ხმა. ინგლისურ ენოვანი საუბარი გაძლიერებულია და რუსულად თარგმანს აკეთებს ხელოვნური ინტელექტი და რობოტი, და რუსული თარგმანი ძალიან ცუდად ისმის, ამიტომ კიდევ კარგი მე აქ რომ ტექსტის საკითხვა შემიძლია. ამ სტუმარს მაიკლს, ჩარლზ მაიკლს თუ რა ქვია, აჩვენეს თურმე რაღაც მოვლენები, რომლებიც უნდა მოხდეს ქრონოლოგიურ რიგში და საბოლოოდ ეს ყველაფერი მოიყვანს რაღაც მოვლენებამდე 2027 წელსო. ჩვენო ამ გამოშვებაში ამის შესახებ ბევრი გულაპარაკიაო, გვისაუბრიაო და არ გამეორდეთო. უბრალოდ მე მაინტერესებსო თქვენი აზრი. ჩვენ ჯერ კიდევ ამ სცენარის მიხედვით მივდივართო?
ხო ეს სტუმარი პასუხობს რაღაც შეიძლება ცოტა ადრე ხდებოდესო რაღაც შეიძლება ცოტა მოგვიანებით მაგრამ მაინც ხდებაო და ხდებაო ყველაფერი ერთნაირად მე თქვენ რომელიღაც გამოშვებაშიო გითხარითო რომ ჩემმა ანგეტმა რომელიც არის აგენტი საზოგადოებასთან კავშირისა მართხილებდა მე რომ ეგრეთ წოდებული ინსაიდერები და ის პიროვნებები რომლებიც ცდილობენ გამოაშკარავონ ყველაფერი თავზე მოგახვევენო კონკრეტულ ფაზას უცხო პლანეტელებსა და NLO-ზე და ამას გონია რომ ეს საშიშროებას უხდის ნაციონალურ უსაფრთხოებას დიახო ეს ეპოქა არისო ინფორმაციის გახსნის ეპოქა მე ვამბობდიო რომ ისინიო ერთდროულად დაიწყებენო NLO-ს თემაზე საუბარს და რაცაც მე ვამბობდიო ის იმას აკეთებენო მე ვამბობდიო რომ 2026 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით მათ უნდათო მესამე მსოფლიო ომის წამოწყება მათ ანუ ჩვენ მტრებს ხო მან ინსაიდერები ახსენა და გამოაშკარებლები მაგრამ აქ იცით რა ეს ინსაიდერები კიდე იყოფიან ორ ჯგუფად ზოგი სპეციალურად გამოდიან ვითომ ინსაიდერების როლში რომ ხალხს წინ აურიონ ზოგი გამოაშკარებლები ვითომ ეხმარებიან მთავრობას ინფორმაციის გამოაშკარებაში მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ აქ არის ეს ინსაიდერები და გამოაშკარებლები გაყოფილი ორ ნაწილად ერთნი არიან ძველი შროვანი სახელმწიფოს მომხრეები და ეხმარებიან მათ მეორე ჯგუფი კი ცდილობს მართლა გააგებინოს ხალხს თუ სინამდვილეში რა ხდება და კი ისე რა კონტაქტორებიც კი გამოდიან და ხალხს აშინებენ იმით რომ მესამე სამამულო ომი გარდაუვალია მათ შორის ის იური ფრიდრა რომლის ზოგი ვიდეოს თარგმნი მე მაგრამ მე ძალიან არ ვეტანები მის ვიდეოებს და კიც მართალი ყოფილვარ აგრეთვე ბევრი ისეთი კონტაქტორები რომლებსაც ადრე მე ვუსმენდი ისინიც ამ ზღაპრებს ყვებიან რომ სამამულო ომი მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალიაო სინამდვილეში კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო არ დაუჯეროთ ამ ხალხს იმიტომ რომ უცხო პლანეტელები არ დაუშვებენ მესამე სამამულო ომს იმიტომ რომ მესამე სამამულო ომი შეიძლება დაიწყოს ატომური ჭურვების აფეთქებით რაც არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ყველაფერს დააზიანებს ყველაფერს გაანადგურებს ფიზიკურ დონეზეც და წრულ დონეზეც კარგი მე ახლა აქ ამ თემაში სიგმენტში არ შევტოპავ მოდით გავაგრძელოთ 1 მარტს მოხდაო ირანზე თავდასხმა და დესტაბილიზაცია და ძალების გაძლიერება გრძელდება ახლაც აგვისტოს ჩათვლით და როგორც ხედავთო მოლაპარაკებები სროლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ხდება იმის გამო რომ ისევ დაარღვიონ ეს მოლაპარაკებები თუ თქვენ დააკვირდებითო ტელესკოპის ჯეიმს ბეს ისტორიასო ნახავთ რომ მაგათმა შეაგროვესო ძალიან ბევრი დოკუმენტები და ბევრჯერ ახსენესო
ტრეპისტი ბოლო დროის განმავლობაში. ისინი მუდამ საუბრობენო რაღაც შესაძლებელ პლანეტაზე, სადაც არისო სიცოცხლე, ეს არის TPC პირველი, TPC 1C, ტრეპისი 1D და ტრეპისი 10B. ხო, რაც მე ხა თქვენ ჩამოგითვალეთ, ეს არის პლანეტების დასახელება. ხო. მე ვამბობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ ბევრს არ ჯერა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სად არიანო განლაგებული ეს პლანეტები. ჩვენ გვაქვს სრული რუკა, ვარსკვლავური ცისა, მაგრამ ეს არ არისო გამოქვეყნებული ჯერ. მე ფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან სწორ გზას ვადგავართო. თუმცა ხალხს შეპირდნენო, რომ ინფორმაციას გავასაჯორებთო, მაგრამ ჯერ პირდაპირ ამას არავინ არ აკეთებსო, ხოლო დაპირებებიაო. როგორ ფიქრობთ თქვენ? ეკითხება ხა ერთ-ერთი წამყვანი, რამდენი პლანეტა არისო დასახლებული? ადამიანებით, სამთავრობო ჩინოვნიკებით ან ამერიკის სახედროელებითო? ანუ ეს დედამიწის წარმომადგენლები რამდენად არიანო სხვა პლანეტებზე დასახლებული. იმ მონაცემებითო ამბობს სტუმარი, რომელიც მე მაქვსო, საუბარი მიდისო მრავალ პლანეტაზე. მხოლოდ 1, 2, 3-ის დასახელება მახსოვსო, მაგრამ ყველაზე დიდი კოლონია მდებარეობსო პლანეტა სერხუზე. პლანეტა სერხა, ასეთი დასახელება სერხა. ხო, ამ სერხუ პლანეტაზე, რომლის არსებობაზე საზოგადოებაც კი აუმჯობესეს გაჩუმდეს. ეს კი არის მეოთხე პლანეტა, მეორე ვარსკვლავი სისტემა Z2-ში. როგორც თქვენ იცით, Z ბადეში 2. ამიტომ მე ვამბობ, რომ ეს არის მეორე ვარსკვლავი. ორმაგი, რადგან ეს სისტემა არის ორმაგი სისტემა. Z2 პირველი პლანეტა, რომელიც არ არის აღნიშნული რუკაზე და კიდევ ჩვენ გვაქვს კოლონია დასახელებით, უბრალოდ სახელწოდებით პატარა მონტანა. მონტანა ეს არის ამერიკის ერთ-ერთი ქალაქი და ამ პლანეტასაც დაარქვეს პატარა მონტანა. ჯერ აქ იყო საბაზო ბანაკი. ეს არის ჩვენი პირველი ნამდვილი კოსმოსური ბაზა და იქ გაემგზავრაო გუნდი. ახლა ეს არისო აყვავებული კოლონია. იქ ცხოვრობენო მილიონი ადამიანები და ჩვენ გვაქვსო მიახლოებით 2 ათეული კოსმოსური ხომალდი. ჩვენ გვყავსო მაპატიეთ მიახლოებით 2 ათეული კოსმოსური ხომალდები, რომლებიც დაფრინავენ galaktikებში. იქ ცხოვრობენ ათასობით ადამიანები, რომლებიც არ იყო არასდროს დედამიწაზე ჩამოყვანილი. ისინი უბრალოდ კითხულობენ დედამიწაზე და დანარჩენ ყველაფერზე და ეს ნორმალურია. ეს ჩვეულებრივი საქმეა და ისინი მათ უწოდებენ ოპერატიულ ბაზებად. მაგრამ კოსმოსში არიან სხვებიც, ჩვენ გვაქვსო კოლონია მეოთხე პლანეტაზე ვარსკვლავურ სისტემაში ალტაირი. Звездная система Altair. ხო, ამ ალტაირის ვარსკვლავური სისტემის მეოთხე პლანეტაზე. რაც ძალიან უცნაურიაო, რადგან ჩვენ გვეუბნებოდნენო, რომ ეს ვარსკვლავი არისო ძალიან ძველი, იმისთვის რომ მის პლანეტებზე არსებობდეს უნდა სიცოცხლე, მაგრამ ამ მეოთხე პლანეტაზე სიცოცხლე არსებობსო და თუ მე არ მღალატოსო მეხსიერება, ჩვენ ვყავსო ამ ვარსკვლავურ გროვაში წარმომადგენლობა ჩვენი. მე არ ვიცი ოღონდ რომელ პლანეტარო სისტემაშიაო ის განლაგებული, მაგრამ ერთი რაღაც ზუსტად მახსოვსო. ჩვენი საკუთარი ვარსკვლავური სისტემის გარდა
იქ მეტია ვიდრე ერთი მიწა და იქ ჩვენ ყველგან დაყნებული გვაქვს ფარპოსტები, მით უმეტეს ჩვენ თვალეზეო. ფარპოსტი ეს არის განვითარებული საოპერაციო ბაზა და მე ვიციო და ჩვენ ამის შესახებ ვიმსჯელეთო და მე ეს ძალიან საინტერესოდ მომეჩვენაო. სხვა პლანეტებზე იბადებიან ადამიანები, რომლებაც იციან დედამიწის შესახებ მხოლოდ განაგონით. ისინი არასდროს არ იყვნენ დედამიწაზე, მაგრამ ისინი მაინც ჩვენ ვართ ადამიანები. ისინი გამრავდნენ მიწერი ადამიანებისაგან. და როგორ იყვნენ ეს პლანეტები დასახლებული. მე შეკითხა ერთ-ერთმა წამყვანა, როგორ დაასახლესო ეს პლანეტები. მე ვიტყოდიო, რომ კონკრეტულად ჰომსეპსის დახმარებით, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან, სხვა ადამიანებიც, რომლებიც არ არიან ადამიანები. თქვათ, არ არიან მიწერი წარმოშობის, მაგრამ ისინი იქ არიან. და ჩვენი კოსმოსური საიდუმლო კოსმოსური პროგრამის დახმარებით იქნა შესაძლებელი ეს მოხდარიყო. მაგიჯისტიკი 12, რომელიც არსებობს სინამდვილეში და ახლა ცნობილია როგორც ზოდიაქო ჯგუფი, მათ აქვთ კომიტეტი, რომელშიც მიახლოებით 300 კაცზე ადამიანზე ნაკლებია და ეს 12 ადამიანი სხვა არჩეული წევრებთან ერთად ამ კომიტეტის წევრებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას ყველა საკითხებთან დაკავშირებით. ისინი ნიშნავენ ამ პოლკოვნიკებს და სხვა ადამიანებს, სხვა რანგის ადამიანებს მთელი, ესე იგი, სიცოცხლის ბოლომდე არიან თავიანთ რანგებში და თუ ჩვენ მოგვეჩვენებაო, რომ ვიღაც მოხდაო, რადგან მის სიკვდილზე ავრცელებენო ინფორმაციას ამ თუ იმ შემთხვევაში, სინამდვილეში ის ადამიანი გადაყავთო სხვა პლანეტაზე და იმ პლანეტაზე სადაც ცხოვრობდაო, ამბობენ, რომ ეს ადამიანი მოხდაო, მაგრამ გადაიყვანეს სხვაგან. და თუ მათ ყავთო ოჯახები, მაგათმა იციანო, რომ ისინი გადაყავენო სხვა პლანეტებზე. ეს არის აუცილებელი ვალდებულება იქ ცხოვრებთათვის. მე არ ვიციო ზუსტად, მაგრამ მე ვიციო, რომ იქ 10,000 ჰომო საპიენსები არიანო მიწერი წარმოშობისა, ანუ მიწერი ადამიანები. კიდევ გავიმეორებო, რომ მაგათმა ბევრმა არ იციანო დედამიწაზე არაფერი მხოლოდ განაგონით და ბევრს უნდაო დედამიწაზე ჩამოსვლა, დედამიწაზე ასე ვთქვათ ექსკურსიით მოსვლა. სინამდვილეში ამ ადამიანებს მთლიანად დაღუპულებად, მაგრამ ისინი ცოცხლები არიანო და სინამდვილეში უბრალოდ დედამიწიდან არიანო. რას გულისხმობს აქ ეს კაცი? მე ბევრჯერ მithქვავს თქვენთვის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკარგული დედამიწაზე, ძალიან ბევრი ადამიანი გაიყიდა, მათ შორის ბავშვებიც, ქალებიც და რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ის, რომ ომების დროს ხომ გარდაიცვლებიან მეომრები და უცებ ხო ვერავინ ვერ მარხავს მაგათ, ხო? ვერავინ ვერ მარხავს. ამით სარგებლობენ ზოგი უცხოპლანეტელები, ამით სარგებლობდნენ სამამულო ომის დროს გერმანელებიც, კოსმოსური გერმანელები და ბევრი ხალხი ყავთ, გვტრები ის გვამები წაღებული აქვთ, იქ გაცოცხლებული ყავთ და როგორ გამრავდნენ კოსმოსური გერმანელები შეგახსენეთ. მაგათ ისინი წავიდნენ წარსულში, პრუსიაში, მაშინ გერმანია ხო არ იყო პრუსია, ბავარია, რა ვიცი, ბევრი სხვადასხვა თვალწინები პრუსია ერქვა ძველად გერმანიას. და
იქედან წარსულიდან ჭირისაგან გადაცვლილები ჩამოიყვანეს. კვტრები წამოიღეს. ხო და მე მაქვს ნათქვამი თქვენთვის, რომ გერმანელებს ჰქონდათ რეზერვუარები, სადაც იყო გაწმენდილი ჟიჟა, ამ ჟიჟაში ჩააგდებდნენ ამ კვტრებს, გააცოცხლებდნენ, მაგრამ ახალი კვტრისგან გაცხოვებით დიდი ხნის კვტრებს არ უბრუნდებოდათ მეხსიერება. მათი ცნობიერება სულთა ფურთულს გავდა და ისინი ყველაფერს სწავლობდნენ თავიდან, არაფერი ახსოვდათ. და მაგდან გასხვავებით, როდესაც დაუშვათ გარდაიცვლებოდა, ვინმე დავალებაზე მიდიოდა, ან ხოჭოში ჭამდა, ან ღვთისმლოცველის შეჭამდა, ან რეპტილოიდის შეჭამდა, ერთი-თითიც რო დარჩეს, იქიდან აგებდნენ ახალ სხეულს კომპიუტერით, ამ ჟიჟაში აგდებდნენ და, მაგრამ მანამდე ყველა აბარებს სისხლს. რომ რაღაც ინფორმაცია იყოს იმ შემთხვევაში თუ დაიღუპა ვინმე. და ამდაგვარად ახალი კვტარი თვა ადამიანი 2 კვირიდან 4 კვირამდე ახალი კვტარი ქვია 4 კვირამდე მეხსიერება უბრუნდება გაცოცხლების შემდეგ. თავიდან სხეულის შექმნის შემდეგ მეხსიერება უბრუნდება. და საიდან ვიცი ესმა ყველაფერი თავი თუ არ მოგაბეძებთ კიდე შეგახსენებთ მე მაქვს 12 ვიდეო პენი ბრელის მონაწილეობით და ის ყვება ყველაფერს, რადგან მას ყველაფერი ეს თავზე გადახდა და ის ყოველი ვიდეო ახალ ინფორმაციითაა წარმოდგენილი. კიდევ მაქვს იქმე 2 საგა, თლად 4 საგა არსებობს, მაგრამ მე საგა არ გადამითარგმნია, რადგან 12 ვიდეო მქონდა და რასაჭირო იყო კიდე წვალებათან. ამ 12 ვიდეოში მე თვითონ ჩერკასოვი არჩევდა ინტერვიუს პენი ბრედლისზე გასაგებად გადათარგმნეს. ეხლა მე მაშინ კოსმეტიდან მკითხულობდი და თვალში მაქვს და ცოტა ისენაირად მკითხულობ. ამიტომ მაინც რაღაც ინფორმაციას მაინც გამოიტანთ. თუ რუსული იცით, ასტრალიონიკაში ნახავთ 12 ვიდეოს პენი ბრედლის, ოღონდ საგაში არ შეგეშალოთ. და სინამდვილეში ესენი ყველა არიან დედამიწიდან სხვადასხვა დროს წაიღეს მათი გვამები, შეიძლება ცოცხლად წაიყვანეს. ცოცხლად თუ მიყავთ ვინმე მეხსიერებას უბლოკავენ, რომ შეეგუოს ახალ გარემოს. და რა კრიტერიუმით არჩევდნენ ხალხს? მაგალითად, და რისთვის ჭირდებოდათ ხალხი? ხალხი ჭირდებოდათ დამატებითი მისიებისთვის. და არჩევდნენ ისეთ ხალხს, რომლებსაც არ ყავდათ ოჯახი, არ ყავდათ შვილები. და საერთოდ ადრინდელ ასაკში უკეთებენ ვერბოვკას ადამიანებს. მაგალითად, საბავშვო ბაღებში და ამდაგვარ ადგილებში. და ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ისინი ის ადამიანები, რომლებსაც ირჩევენ, არიან იდეალური კანდიდატები, არა. ზოგჯერ ისეთ ადამიანებს ირჩევენ, რომლებსაც ყველა იცნობს. მაგალითად, რომელიღაც გენერალი სიკაიტო იკარგება უგზაკვალოთ, ან სხვა ადამიანებთან ერთად მონაწილეობს ნებით კოსმოსურ პროგრამებში და რჩება იქ მთელი ცხოვრებით. აგრეთვე ზოგ შეუძლია ცნობიერების გადატანა, რაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ცნობიერების გადატანა სხვა სხეულში ზოგჯერ ძალიან რთულია. მაგრამ ზოგჯერ სხვა ბიოლოგიურ სხეულში გადააქვენ თავისი ცნობიერება იმისთვის, რომ არ დაიღუპოს თავიანთი ორიგინალური სხეული არ დაიღუპოს. ხდება, რომ როგორც ავატარშია, ვისაც ავატარი გაქვთ, პირველი ავატარი ნანახი, აი იმდენად ხდება ყველაფერი, მაგრამ ცოტათი შეცვლილი ფორმით. ხო, რატომ და კლონირებული ბიოლოგიური სხეული თუ დაიღუპა, ეს არა ისეთი პრობლემა. ცნობიერება ისე დაუბრუნდება ორიგინალურ სხეულს. და სხეული თუ დაიღუპა, ცნობიერება რჩება, გადარჩება და გადარჩება დასაკვირველია ორიგინალურ სხეულს არ შეეხება ტრავმა. ან
მაგალითად, შეუძლიათ უფრო ახალ სხეულში გადაიტანონ თავიანთი ცნობიერება და ისე გააგრძელონ ცხოვრება, მაგრამ იქ ცოტა საქახალდო ბიუროკრატია. მაგალითად, არის ერთ-ერთი ასეთი ინსაიდერი ყოფილი საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილე რენდი კრამერი. მაგალითად, რენდი კრამერი სხეული დაწვეს, ორიგინალური სხეული. ეს არის კლონირებული ბიოლოგიური სხეული, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ კლონები სხვადასხვა დავალებისთვის მზადდება. ზოგჯერ ხანმოკლე დავალებისთვის, ზოგჯერ ხანძლივი დავალებისთვის. და კიდევ აკეთებენ სხეულებს ხანძლივი ცხოვრებისთვის. და ეტყობა ერთ-ერთ ასეთ ხანძლივ სხეულში გადასახლეს რენდი კრამერის ცნობიერება, იმიტომ რომ არ ვიცი რა მოხდა იქა, მე ვხედავდი ჩემი სხეული როგორ იწვებოდაო, როგორ შეაგდეს ჩემი სხეული ფეჩში, ამბობს რენდი კრამერი. რენდი კრამერის სხეული, რენდი კრამერი ახლა თავის ორიგინალურ სხეულში არა, თვითონ ამბობდა ამას. და თუ თქვენ რუსული იცით, შეგიძლიათ შეხვიდეთ არხ კანალ Раскрытие, იქ არის ყველა ამ ძველი ვიდეოები, სანამ გაჩნდებოდა სხვა არხები, ეს და კიდევ არის არხი პრაბუდიტეს, მაგრამ ასეთი არხი არის კიდევ რუსული. რუსულში არ შეგეშალოთ. ხო, არის კანალ Раскрытие. იქ ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიპოვებთ, თუ რუსული ცოტათი მაინც გესმით. იმ დონემდე რომ გაიგებთ თქვენ იქ ის რთული ვიდეოები არ არის. გაიგებთ, ოღონდ უნდა მიიღოთ ეს ინფორმაცია. სხვაგვარად არ ვიცი და დრო დაგჭირდებათ, რომ ეს ყველაფერი მოინელოთ. იმიტომ რომ ისეთი ინფორმაცია იქ მოწოდებული. თუმცა იმაზე მაინც ახლა ყვები მე რაღაცეებს იმას მეტად არ გაგიკვირდებათ ისინი რასაც მოყვებიან ხოლმე. და წამყვანი ეკითხება, რას ფიქრობთ თქვენ ბოლო 12-13 დაგარგულ მეცნიერებზეო? რა დემართაო მათ სინამდვილეში? სტუმარი ეუბნება, ხო, მე ფიქრობდი ამის შესახებ და იმასაც კი მიფიქრიაო, ეს მეცნიერები სხვა პლანეტაზე ხوار გადაიყვანესო. მე არა ვარ დარწმუნებული ამაში, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდაო, ესე იგი რაღაცის საიდუმლოს შენახვა უნდათო და გადამალენო ეს მეცნიერები. შეიძლება ეს დაკავშირებულია ამ თემასთან, ან დაკავშირებულია დროის ხაზების შერწყმასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთო მალე. წამყვანი ეკითხება, ერთ-ერთი წამყვანი, თქვენ ახლა ახსენეთო დროის ხაზების შერწყმა. ჩვენ ხშირად ვამბობთო ამ თემაზე, ხშირად საუბრობთ ჩვენ არხზე. ეგებ მოდითო პირდაპირ ამ თემაზე გადავიდეთო. რადგან ჩვენ უკვე ამის შესახებ გვისაუბრიაო ამ დროის ხაზებზე საიდუმლო დოკუმენტებში. ზოგი მათგანი მე წავიკითხეო, ზოგი მათგანზე მე მომიყვესო იგივე ბრიფინგზე, ზოგი მათგანი იყო გასაიდუმლოებული და ჩემმა კურატორმაც კი ვერ მოახერხაო მაგ მონაცემების მოპოვება. ამიტომ მან მომიყვაო ის, რაც იცოდაო და მას ძალიან ეშინოდაო, როდესაც ამის შესახებ მიყვებოდაო. და მან შემოხედაო თვალებში და პირდაპირ მითხრაო, იციო, ეს ყველაზე საშიში დოკუმენტიაო, რომელიც ოდესღაც მე მინახიაო. მან მაჩვენაო მე ის, რისი ჩვენება შეეძლო და დანარჩენზე მომიყვაო. მაგრამ ფიზიკურად მან მოახერხაო მხოლოდ რამდენიმე საბუთის შოვნა და ეს საბუთები იყო ძალიან გასაიდუმლოებული იმისთვის, რომ ჩემთვის ეჩვენებიაო. მან მოიტანაო ყველაფერი ის მომტანა შეეძლო. მოგეთ 90-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთ
შემთხვევითი პირველი შერწყმის დროს ამ დროის ხაზებისა მოხდა უბედური შემთხვევა. მე არ ვიცი რა იყო ეს, ჩემ კურატორმაც არ იცოდა, მაგრამ მაგათმა რაღაც იპოვეს და რაღაც გაარკვიეს. მაგათმა გაიგეს, რომ დროის ხაზების შერწყმისას რაღაც უნდა იყოს სასარგებლო, ან რაღაც უნდა იყოს უპირატესობაში, რადგან ახლა ისინი აკეთებენ ამას შეგნებულად. და აკეთებენ ამას დიდი ხანია, ბოლო 5-10 წელი უფრო აქტიურად. და მე არ ვიცი ამას რისთვის აკეთებენო, მაგრამ ისინი ამას აკეთებენო, ამის მტკიცებულებები არსებობსო. შემდეგ მე ნახეო იმ მტკიცებულებების დამადასტურებელი რაღაცეები, მტკიცებულებები, რომელსაც მე მართხელებნენო. თუ არისო შესაძლებელი დროის ხაზების გაერთიანება და ამ დროს რაღაც წვრილმანები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს იქნება, ვიღაცამ თქვა, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს ადამიანურ ცნობიერებასთან. თქვენ აერთიანებთ მხოლოდ დეტალებს კი არა, თქვენ აერთიანებთ ცნობიერებასაც. და ეს ჩვენ გვტეხავს. თუ თქვენ ეს აქამდე არ შეგინიშნიათ. ისინი იხედებიან გვერდზე და ჩვენ გვტეხავენ. მე გულისხმობ, რომ ჩვენ ტვინებში 30 წლის განმავლობაში და ემოციებში მოხდა უფრო მეტი მოვლენა, ვიდრე ადრე. და ისინი ამბობენ, არაფერი მომხდარა. იმ დროში უბრალოდ მაგათმა არ იცოდნენ, თუ ამის როგორ და გაეკეთებიათ ამის დიაგნოსტიკა. და მე მჯერაო, რომ ყველაფერი ეს ბევრ რამეში დაკავშირებულია ამ დროის ხაზების შერწყმასთან და იმასთან, რომ ჩვენი საკუთარი ცნობიერება ერთი დროის ხაზიდან შეიწყება ჩვენი დროის ცნობიერებასთან. ანუ დროის ხაზების შერწყმისას ჩვენი ცნობიერება იმ ხაზიდან, ამ ხაზიდან ჩვენი ასპექტები ხო ყველგან არსებობს და ჩვენი ცნობიერება უერთდება ერთმანეთს. აქაური ცნობიერება, იქაური ლალის ცნობიერებას მაგალითად. და კიდევ შემდეგ სამყაროში იმ ხაზის რეალობებში, სადაც ჩვენი ასპექტები ცხოვრობენ, მათი ცნობიერება, ამ ასპექტის ცნობიერება და ახლანდელში მცხოვრები ასპექტის ცნობიერება უერთდება, შეიწყება ერთმანეთში. და ხდებიან სხვანაირები. ითვლებიან ადამიანები. აი ზოგჯერ არ დაკვირვები ხართ, ვისაც დაკვირვება აქვთ წესად, რომ აი ადამიანი თითქოს ერთი იყო, ხო? და რაღაც პერიოდში აღმოჩნდება, რომ სულ სხვა ადამიანია. ხო? ხომ იტყვიან ადამიანის ეცვლებაო ხასიათი, ეცვლებაო გემოვნება დროთა ხანის განმავლობაში ბევრჯერ გამიგიამე და მე ახლა ვფიქრობ, ამას მე ვამბობ ჩემს, რომ ჩვენ უბრალოდ გვამზადებენ, მოგვამზადეს ამ მოვლენებისთვის, რომ ამას იმიტომ ჩაგშიჩინებოდნენ, რომ ჩვენ არ დაგვეწყოს ზედმეტი კითხვების დასმა. არა და მეც გამიკვირდა, თუ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს, უფრო მომწიფდეს სულიერად, უფრო დაღვინდეს, მაგრამ უცებ ხანდახან ხდება მკვეთრი ცვლილებები. და მე ახლა ამ ყველაფერს რო ვუსმენ, მეც ვეთანხმები ამ კაცს, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროის ხაზებთან
შეწყვის დროის ხაზების ერთმანეთში შეწყვის გამო ხომ ზოგჯერ კორექტირებას უკეთებენ დროის ხაზებს, ხო? 2-3 ხაზს ერთმანეთში აერთიანებენ. აი, მე მგონი ამ კაცმა ვეთანხმები, ამის გამო ადამიანი თითქოს და იცვლება. და დღეს დღეობითო ბევრ ჩვენთაგანს ეწყებაო უმიზესოდ პანიკური შიშები. ვეთანხმები ამაშიც. მეც ხანდახან მემართება სუბუქად. სუბუქი პანიკური უცებ, მაგრამ იმ წუთასვე ვიცლებ თავიდან. და ჩვენ არ ვიცითო რატომ სინამდვილეში ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ცოტათი გვაშინებსო ეს სიტუაცია. ხო. ახლა ერთმანეთს ესაუბრებიან და ისეთი არულობა ამას გამოვტოვებ. რატო ქვეყანა გამოვტოვე, რატო? ესენი ერთმანეთში საუბრობენ და არეულია რაღაც ურმანებზე. რაგი გამოვტოვე. მე ფიქრობ, რომ მანდელას ეფექტი ეს არის იმის მტკიცებულებაო, რომ ისინი ერევიანო. და რანაირადაც არ უნდა აკეთებნენო ამას, რამიზეზითაც არ უნდა აკეთებნენო, ისინი ამას აკეთებენო იმისთვის, რომ მიიღონო რაღაც სარგებელი თავისთვის. და ერთ-ერთი წამყვანი ეკითხება სტუმარს, შენ გავსო რამე ფაილი, რითაც შეგიძლიაო გააზიარო შენი დამამტკიცებელი, საბუთი. წამყვანი არა, სტუმარი ეუბნება, მე მიდოდაო დამეწყო იმისგან, თუ რი დაიწყო ყველაფერი. და მე ფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიაო. დიახო, ეუბნებიან წამყვანები მოგვიყვევითო. რადგან ბევრმა ამის შესახებ არ იცისო. და სტუმარი იწყებს. საქმე იყო ამდაგვარად. ჩვენ მივიღეთო ყვითელი წიგნის ტექნოლოგია ET2-დან, რომლებიც იყვნენ შთამომავლობით დროშობიდან, ასეთი ქალაქი ყოფილა და შეხვედრაზე 24 აპრილს 1964 წელს, რომელიც შედგა ხოლომანის VGS ბაზიდან მოშორებით. და თუ თქვენ ჩაიხედებთო საბუთებში, ნახავთო, რომ ამ ადგილს ეწოდებაო უან პოლიგონი UAN. და ამ ხოლომანზე აგრეთვე ეს ხოლომანი, ეს რაიონი, ადგილი, სადაც ბაზაა განლაგებული, მდებარეობსო ამ რაიონში და ყველა საუბრობენო ხოლომანის ენაზე. სადა ეს ხოლომანი მე არ ვიცი. ყვითელი წიგნის ტექნოლოგია ყოფილა პირველად მესმის ყვითელი წიგნის ტექნოლოგია რა, საერთო ტერმინი. ყვითელი წიგნის ტექნოლოგია ეს არის პატარა პლასტინკა ორგანული მინისაგან, რომლის მიტანა შეიძლება თვალებთან. და თუ ამ პლასტინას მიიტან თვალებთან, ის გაჩვენებს შენ ჰოლოგრაფიულ გამოსახულებას რეალური წარსულიდან. იმიტომ რომ რაღაცნაირად შეუძლია ენერგიის გამოყენება. და ეს ენერგიები თვითონ ეს ენერგიები თავისით არა რეალურობას წარმოადგენენ. ამიტომ ამ ენერგიების დახმარებით შეგიძლია შეიხედო წარსულში, შეიხედო მომავალში, თუ იცი ზუსტი ადგილი და მიახლოებითი დრო იმ მომენტისა, რის ნახვა გინდა შენ. და
რომ ჩაიხედო წარსულში, უნდა იმყოფებოდე ლინეარულ დროში. ამ ესა წრფეთ დროში, ქართულად. ესე იგი ჩვენ დროში. ჩვენ დროს ქვია წრფედი დრო, ანუ ლინეარული დრო. და ჩვენ იმათმა ჩვენთვის შეაგროვეს ეს ყვითელი წიგნი იმისაგან, რაც ჩვენი აზრით რისი ნახვა ჩვენ გვინდოდათ. ეს იყო წიგნი, მაგრამ მასში გამოიყენებოდა ეს ტექნოლოგია. ამ წიგნში იყო იესოს დაბადება, მისი ამოცანები, მისი მესია. ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ მაგ დროში და ჩვენ შექმნელებს, ნებერვანელებს ხონდა ყველაფერი ეს. ანუ ეს ყვითელი წიგნი შეუქმნიათ ნებერვანელებს, უცხო პლანეტელებს და ჩვენი ისტორია ეს არის ყველაფერი ისტორია. და ამ წიგნის დაკარგვა შეგიძლია 3 მეთოდებით. ესე იგი, იქიდან ესე იგი გამომდინარე თუ როგორ დააწყობთ თითებს. თქვენ ნახავთ სხვადასხვა გამოსახულებებს. წამყვანი ეკითხება, იმ ყვითელ წიგნში 2 სხვადასხვა თავია, ხო? ისინი პასუხობს წამყვანისა სტუმარი, ისინი ქმნიანო ჰოლოგრაფიულ გამოსახულებებს, შემდეგ გამოყავთ სიტყვები იმ ენაზე, ესე იგი, რომელ ტერიტორიაზე ან რომელ ქვეყანაში შენ შედიხარ, უყურებ. ანუ თუ მოხდე დავუშვათ, თუ ეგვიპტეს განახებენ, ეგვიპტურ ენაზე გამოყავენ სიტყვები. თუ დაუშვათ საქართველოს განახებენ, საქართველოსაც იყო მაშინ იმ მომენტში იესოს დროს, მაგრამ კი რაღაც სხვა სახელით იყო. სხვა სახელით იბერია, სამეფოების სახელით იყო. ხო, ამას განახებენ. და სანამ ეს ენა დაპროგრამირებულია, მათ მიახლოებით იქ აქვთ 170 მიტიერი ენაზე ეს ჩაწერილი, დაპროგრამირებული და უფრო მაღლაც. ჩვენ ავიღეთ ეს 64 წელს. ჩვენ წავიღეთ ეს ყვითელი წიგნი კეის ნაციონალურ ლაბორატორიაში ლოს ალამოსში. ისინი ამაზე მუშაობდნენ და სინამდვილეში მუშაობდნენ დიდი ხანი და ცდილობდნენ ამ ტექნოლოგიის რეკონსტრუქციას, ამ ყვითელი წიგნის ტექნოლოგიის რეკონსტრუქციას, რომელიც იძლეოდა საშუალებას შეგეხედა მომავალში, შეგეხედა წარსულში. შემდეგ მაგათმა გადაცენა ეს თავიანთი ნამუშევარი მანსოგ, შემდეგ მანსოგმა შეიმუშავა ეს ტექნოლოგია და ეს ტექნოლოგია გავდა უხეშ ტექნოლოგიას, გარეგნულად, რომელიც ჩამოგავდა სკამს და თქვენ შეგეძლოთ იმის გამოყენება და რომ გამოგიყენებინათ ეს ტექნოლოგია მომავლისა და წარსულისთვის. ამიტომ ზუსტად მასე გაჩნდა პროექტი სარკე. 90-იანი წლების დასაწყისში, სადღაც 99 და 91 წლებს შორის, სადღაც ამ მომენტში შედგა, გაჩნდა რადიკალური იდეა, ადამიანური ცნობიერება ფლობს უზარმაზარ ძალას და ჩვენ თუ ამ ადამიანურ ცნობიერებას შევაერთებთ ამ ტექნოლოგიასთან შექმნილი დანადგარის დახმარებით, შესაძლებელია ფიზიკურად გადავაადგილდეთ წარსულში და მომავალში შენი საკუთარი ცნობიერების დახმარებით, ამიტომ ჩვენ ვცდილობდით ამის გაკეთებას და პირველად ჩვენ შემთხვევით გავაერთიანეთ პირველად ჩვენ შემთხვევითო გავაერთიანეთ 2 დროის ხაზი და როდესაც შევეცადეთ ჩაგვენერგა ადამიანური ცნობიერება. მე არ ვიცი ხდება ეს თუ არა, მაგრამ როდესაც თქვენ უყურებთ წარსულში, როდესაც თქვენ იყურებით წარსულში,
მომავალში ან ორივე მხარეს ერთდროულად მე ვარაუდობ რომ თუმცა არ იცი ზუსტად ეს მხოლოდ ჩემი აზრია აქედან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ წარსულის შეცვლა შეიძლება თუ შეიხედავ მომავალში და გავსებ ამ მომავალს ცნობიერებით მაგრამ მე შეიძლება ვწდებოდე ეს არის მხოლოდ ჩემი აზრიო ახლა მოდი დაუბრუნდეთო იმას რაც მე ვიციო არ ვიციო რამდენი წელი გავიდაო მაგრამ მე ვიციო რომ 90-იანი წლების დასასრულს ისინი აკეთებდნენო ამას რადგან მაგათმა აღმოაჩინესო რომ 90-იან წლებში ბუკვალურად გადაარჩინესო მანდელას სიკვდილისაგან ზუსტად 90-იან წლებში მაგათმა ეს გააკეთეს მანდელას სიკვდილისგან გადაარჩინეს იმით რომ გაერთიანეს ორი დროის ხაზი მაგათმა უცებ შეცვალეს ეს როგორც ყველაფერი დანარჩენი რაც შეიცვალა და ამ ორი ხაზის დროის ხაზის შეერთებით შეიცვალა ბევრი რამე ეს იყო მასშტაბური გაერთიანება უდიდესი მოვლენა მე არ ვიცი რომელ დროის ხაზთან მოხდა ჩვენი ხაზის გაერთიანება არ ვიცი რამდენი ხაზი გაერთიანეს მაგრამ გაერთიანეს ძალიან ბევრი ხაზი და ამის გაკეთება დაიწყეს შეგნებულად ხო რამდენჯერმე და მაგათ მაშინ გაუჩნდათ რადიკალური იდეა აიშენებინათ ეს კოლაიდერი თითქოს და იმ მიზეზით რომ ისინი შეაჯახებენ ნაწილაკებს იმის შემდეგ რომ მათი ენერგია გამოიყენონ და ასე შემდეგ რომ მოგცენ ჩვენ შეუწყუდავი წვდომა ენერგიისადმი რაც ჩვენ მივიხეთ მე ვიცოდი რომ ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა და მე ვიფიქრე რომ მაგათმა უბრალოდ ჩაიფიქრეს და მე შემნიშნე რომ ხდება რაღაც კიდევ და როდესაც მე ვიფიქრე შეიძლება ისინი ამ კოლაიდერის მეშვეობით აღებენ კარიბჭეებს იმიტომ რომ მე ვიცი რომ მათ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ და მე ვნახე იმის მტკიცებულება რომ მაგათმა თანაბრეს ტექნოლოგია ეს ტექნოლოგია და მე ვიფიქრე კარგი შეიძლება ისინი ამით არიან დაკავებულები მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი ისინი იქ რას აკეთებდნენ მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არ იყო ის რაზეც ისინი საუბრობენ იმიტომ რომ ჩვენ ის არ გვჭირდებოდა ანუ ამ ნაწილაკების შეჯახება და ენერგიის შემდეგ მიღება არ გვჭირდებოდა ჩვენ ეს ანდროინული კოლაიდერი აშენდა იმისთვის რომ შეექმნათ ხელოვნური კარიბჭეები სინამდვილეში და ამ ანდროინულმა კოლაიდერმა ჩვენი რეალობა შეცვალა ჩვენი მიწიერი რეალობა უარესობისკენ ამიტომ შეაჩერეს ხელს უშლიდა ადამიანებს განვითარებაში და დედამიწის ენერგეტიკულ ბადეზეც მოქმედებდა დედამიწის მიღმაც მოქმედებდა ხო ჩვენ გვქონდა ოკუპანტული ენერგეტიკული დანადგარები რომლებიც ყოფნიდაო მთელი ქალაქების დასაკმაყოფილებლად და მე საერთოდ მეჩვენებოდა ამ ანდროიდული კოლაიდერის საერთოდ შექმნა დოქტორმა ასტრიდმა შტროკელბერგერმა რომელიც ერთ-ერთი გამოაშკარავებელია ქალი ალბათ და დედრობიჩია მოყვანილი გამოვიდა განცხადებით და თქვა იგივე რაც ახლა ამ კაცმა ილაპარაკა ის იყო მეცნიერი რომელიც მუშაობდა ამ პროექტზე და ბუკვალურად განაცხადა რომ ისინი აღებენ კარიბჭეებს და არსებები სხვა განზომილებებიდან შემოდიან ჩვენ განზომილებაში და ერთხელ მოვიდა ისეთი არსება დააშდა მაგიდასთან და მათთან შეხვედრა ჩაატარა აი რაზე საუბრობდა ეს მეცნიერი ქალი ასე რომ ვინ იცის კიდევ ისინი რას ჩადიოდნენ მაგრამ საინტერესო ის არის რომ ახალ ცენტრმა ასე გვითხრეს ჩვენ მათ აქვთ სხვა ცენტრებით მათ აქვე რამდენიმე გამოქვაბულები და მათ შეძლეს აშენება კიდევ 10-ჯერ მეტი გამოქვაბულებებისა
მათ ამისთვის აქვთ ყველაფერი. მათ ავსტრალიაში აქვთ კიდე გამოქვაბული მიახლოებით ესე იგი 1,5 მილი სიღრმეში და ის გარშემო არის მიწისქვეშა ბაზის ნაწილის გარშემო, სადაც რომელიც იმყოფება ფიჭვის ტყეში და ერთი წამყვანი ეკითხება თავის თანაწამყვანს არონს, შენ გაქვს თუ რამე შეკითხვები, სანამ შემდეგ თემაზე გადავალო. არონმა უთხრა არაო. კარგი, მაშინ გავაგრძელოთო. და ერთი წუთით კარტერია. კაი, რა მნიშვნელობა? და ახლა ამ კაცს ეკითხებიან სტუმარს, შენ ახლა გააზიარეო ინფორმაცია პირველი 8 სახეობებზე, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდაო ამერიკის მთავრობას. და ეს ამბავი გაასაიდუმლესო 8 სახეობასთან შეხვედრაზე ეს ინფორმაცია გაასაიდუმლესო. მოკლედ რომ ვთქვათ, ETS1 იყო ერთ-ერთი ლასკამური სისტემიდან, ანუ პირველი სახეობა, რომლითანაც ჰქონდათ კავშირი ამერიკის მთავრობას. ზუსტად რომ ვთქვათ, E2 ან რიგელი 2 აქ პირზე მაგარია, შეცდომითაა დაწერილი. პირზე მაგარია, არის ასეთი ადგილი, ბუთი იწყება. არის კიდევ ეს 3, ნუ რუხები, ნორდიკები, ამის შესახებ მე თქვენ ისმაილ პერესმა ჩამოთვალა თავის ვიდეოში, რომელიც ახლა გუშინ წინამტვირთე, ისმაილ პერესის ვიდეო. ხო, ნუ სხვადასხვა რუხები სხვადასხვა კატეგორია. მე ამას არ ჩავუღმავდები, თუ გაინტერესებთ, ნახეთ. 50 უცხოპლანეტელების სახეობას რომ ჩამოთვლის ისმაილ პერესი, იქ ნახავთ, იქ აწერია. უცხოპლანეტელების 50 სახეობა მიწერია იქა. ეს იგივე ნორდიკები, იგივე პაროტრუსები, ამიტომ მე არ ჩავუღმავდები ამას. არამიჯერი არსებები, რომლებიც არიან სიცეცხლეშორისო არსებები, აგრეთვე ET6-დან ეს არის ნორდიკების კლონები, E7-დან ესენი არიან არსებები სიმაღლით 30 და 60 სანტიმეტრამდე. არიან კიდე მაღალი თეთრები, ვარსკვლავური გროვიდან სიმაღლით 3,6 მეათედი სიმაღლით. მათ აქვთ ბაზა ანტარქტიდის ქვეშ. ესე იგი, დანიშნულება ET გაჩნდა 1950 წლის შუაში და შეცვალა კლასიფიკაცია ბრავა ეკოსი. მიზეზი იმაში, რომ პირველი არსებები, რომლითანაც ჩვენ მთავრობას ჰქონდა ურთიერთობა, ოფიციალურად კონტაქტი იყო აღმოჩენილი 1952 წელს ალიوارთან ბრძოლის შემდეგ. ჩვენ ვიპოვეთო ხომალდი სანიეს სანაპიროზე, ეს იყო ET1 და A1 ბიომექანიკური რობოტები, ნახევრად რობოტები, ნახევრად ჰუმანოიდები. ჩვენ მივაკუთვნეთ ისინი არაბიოლოგიურ ობიექტებს, მოხდა როზველტის ინციდენტი და ეს იყო ჩვენი პირველი შემთხვევა ცოცხალი რობოტების მოპოვებისაო. აქამდე 2 კვირით ადრე 18 ივნისს ჩვენ აღვნიშნეთ, ისინი ყველა გვტები, ეს იყო ET2 მექსიკოში, ნიუ-მექსიკოში. ამ ჯერზე ჩვენ ვიპოვეთო 3 ავარია იყო. ვიპოვეთო გადარჩენილი და ჩვენ მოგვიწეათო მას სახელის მიცემა HB უბრალოდ. ის იყო არამიწიერი ბიოლოგიური. ამიტომ როდესაც 40 წლების დასასრულს ჩვენ დასაცხა 50 წლების დასაწყისში ჩვენ ხდებოდა, როდესაც ხდებოდა უფრო მეტი ბიოლოგიური ობიექტები, ჩვენ ფიქრობდით. თქვენ ერთი ვარსკვლავური სისტემებისგანაც კი არ ხართ და ჩვენ ჭირდებოდა კლასიფიკაცია სხვაგვარად. ამიტომ ჩვენ ახლა გვაქვს სხვადასხვა ტიპების კლასიფიკაცია სხვადასხვა ვარსკვლავური სისტემებიდან და ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ გამოვიყენოთ აბრევიატურები CB. ესე იგი ჩვენ ჭირდებოდა ყველაფრის სისტემატიზირება და მოგვეფიქრა რაღაც ახალი და ზუსტად მაშინ 1950 წელს თუ არ ვცდები
1954 წლებში მაგათმა შექმნეს ვოლხების კომიტეტი, ანუ ღვთლების ვოლხი არის იგივე ღვთელი, მაგრამ არა საეკლესიო ღვთელი, არამედ ვოლხვი, მოხუცები, ყოვლისწოდე მოხუცები, ბერები და ასე შემდეგ. აქამდე მათ ჰქონდათ მხოლოდ მაჯესტიკამდე წვდომა. მაჯესტიკის წვდომა აი იყო მიღებული ამის შემდეგ. იტა 1, იტა 1, ეს არის ასკალური სისტემა და პირველი კონტაქტის თადარიგი. ზუსტად იტა 1 ეს არის რა რეკოლიტი კაცო. ეს არის რეკოლიტიო რეალიტებისგან. ვერ გავიგე რაღაც არასწორად წერია. ტიპი A, ტიპი B, ტიპი C, ტიპი D, ტიპები A-დან დაწყებული, C დამთავრებული, რუხები და C. ტიპი D ითვლება რუხების სახეობად, მაგრამ სინამდვილეში ისინი რუხებიც კი არ არიან, უბრალოდ გაბლარია. მათ თავთ ყავისფერი კანი, გეგონება გარუჯური, უბრალოდ მათ თავთ ხუთი თითები მარჯვენა ფეხზე, რა დროსაც მათ ტიპებს სხვა ტიპებს აქვთ 4 თითი, ზოგჯერ 3 თითი, მათ შეიძლება ბევრ მათგანს ჰქონდეთ კლანჭები, მაგრამ ყველას აქვთ თითები, ზოგ 3 თითი და ერთი დიდი თითი. ამათი მიკუთვნა შეიძლება ისე ტიპებთან, რომლებსაც აქვთ 4 თითები, ანუ 2 კიდურები, 4 კიდურები და რომლებსაც შუბლზე აქვთ პატარა ნაწილი, რაღაც პატარა ნაწილი აქა, მექანიკური, ბიომექანიკური ჩარჭობილი. თავიდან ისინი იყვნენ ბიოლოგიურები. და 1000 წლეულების უკან ისინი მაგათმა გარისქნენ და იმოგზაურეს კოსმოსში და შევიდნენ კონტაქტში იმათთან, ვისაც 90-იან წლებში ეწოდებოდა მცველები და ჩვენ მივხვდით ეს რა იყო, როდესაც ისინი შევიდნენ კონტაქტში განვითარებული ცივილიზაციასთან. მე ვიცი რომ ჩვენ ახლა გვაქვსო პასუხი, მაგრამ მე ეს პასუხი არ მინახავსო ფალების მიხედვით, რომლებიც მე მაქვს ანახიო, ჩვენ ვიყავით რომ დაწუნებულები ვიყავით რომ ეს მასე იყო. საერთოდ როდესაც რამე საკითხი ჩდება, მთელი მარადისობა გადის და თუ სერიოზული საქმეა, ისინი ეკითხებიან მცველებს, ისე ვერაფერს ვერ შვებიან და მცველები აძლევენ პასუხს და ასე ხდება მათი კონტაქტი. ეს არის ვასკავთა საშორისო კავშირი. ხო, კონტრაქტი იყო დადებული ეზეხაურის პრეზიდენტობის დროს 1954 წელს. მაგრამ სინამდვილეში ეზეხაურის არანაირი ვარი უთხრა ეზეხაურმა მათთან ურთიერთობაზე ვარი უთხრა, მაგრამ ტრუმანმა უღალატა და დადო კონტრაქტი რუხებთან ეზეხაურის ზურგის უკან. და მოღალატე გამოიყვანეს ეზეხაურის, სინამდვილეში ეზეხაური არაფერს შუაში არ ყოფილა. და მაგასთან დაიწყეს ადამიანების გადაცემა. ამაზე მე ბევრჯერ მითქი, ამიტომ ამას არ ჩავუხმავდები. ესე იგი წელიწადში მე ხა დავამატებ, რაც მახსოვს წინა ვიდეოებიდან. მიახლოებით წელიწადში მილიონი ადამიანზე შეთანხმდნენ, მაგრამ რუხებმა დაარღვიენ კონტრაქტის წესები და მილიონ ადამიანზე მეც იტაცებდნენ. და თან ტექნოლოგიები უნდა მიეცათ ამერიკელებზე სამაგიერო, მაგრამ ამაშიც გადააგდნენ ამერიკელები. ისინი არ აძლევდნენ იმ ტექნოლოგიებს, რა ტექნოლოგიებით უნდათ ამერიკელებს. აძლევდნენ რაც არც ისე გამოადგებოდათ. მოატყუეს ამაშიც. შემდეგ ამერიკის მთავრობამ აუგზავნა რუხებს საერთოდ გამოჩენა. ცოტა ხნით ისინი გააქრენ, გაუჩინარდნენ, მაგრამ მე ისევ გამოჩნდნენ. და პირველი ტექნოლოგიაო ამბობს ახლა ეს სტუმარი, ჩვენ გადმოგცესო, ეს იყო ხომალდი კიკბაში, არიზონის შტატში. ამ ხომალდზე
იყვნენ ნეანცები, რუხები. მათი სხვა ნაირსახეობა. რუხები ძალიან ბევრია. და კიდევ გეუბნებით, მე ბოლოს დავდე ისმაილ პერეზის ვიდეო, სადაც ის ყვება 50 სახეობაზე უცხო პლანეტელებისა, მათ შორის არიან რუხების სხვადასხვა წარმომადგენლებიც. არიან ტროლოიდები და ტროლოიდები სათავეში უდგან ამ სიას, უცხო პლანეტელების სიას, რომლებმაც დედამიწელებთან დაამყარეს კონტაქტი დედამიწის მთავრობასთან. ეს ტროლოიდები ჭამენ ადამიანებს და ჩვენ დაგვჭირდაო რაღაც დრო იმისთვის გაგვეგო ვინ არიანო ესენი. ისინი ხედავენო თქვენ ცხოველებს და ამ ცხოველები მიაჩნიათო თავისი. საქმე იმაში კი არა, რომ ეს ტროლოიდები ბოროტები არიანო, არა. ისინი ასე იქცევიანო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ იქცევითო როგორც ცხოველები და ჩვენც ვთვლიანო ცხოველებად ეს ტროლოიდები. როდესაც ჩვენ გაგვიშლა ეს ტექნოლოგიები, ჩვენ ვიყავით ძალად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ცოტანი. ჩვენ ახლა შეგვიძლიათო ამ ტროლოიდების განადგურება, რადგან უფრო გავძლიერდითო 1000 წლეულების განმავლობაში ჩვენ ვიყავით მათთვის საკვები, როგორც ჩვენთვის საქონელი იყო საკვები. საქონელი ქათმები, ინდაურები, ბატები, ღორები, ვაცები, თხები. მაგრამ შემდეგ ამ ტროლოიდებთან ჩვენ დავდეთო კონტრაქტი და ჩვენ უთხარითო მათ. ესე იგი, რა საზიზღობა? ჩვენო თავრობა, ამერიკის თავრობამ უთხრა უნდა ტექნოლოგიების სამაგიერო და უთხრათ ამ ტროლოიდებს. ჩვენო შეგიძლიათო 2200 სახეობა წაიყვანოთო მიწიდან ადამიანების ჩათვლით და მათი დაბრუნება არ სჭირდებათო. დანარჩენს ვისაც წაიყვანთო, ამისივით უკან დააბრუნებთო. დაარღვევთო კონტრაქტს, მოლაპარაკებას, თქვენ თავს დააბრალეთო. მაგრამ ჩვენ გვჭირდებაო ტექნოლოგიები. ისეთივე ხომალდი, როგორც მოგთესო, რომელიც გვაჩუქესო. ჩვენ გვჭირდებოდაო ტექნოლოგიები და ბოლოს და ბოლოს ეს ტექნოლოგიები ასე ვთქვათ, მრავლდებოდაო. გვემატებოდაო. და როდესაც ჩვენ და მაინც ეს იყო შეცდომა, რადგან როდესაც ჩვენ შეხვდითო ET2-ის წარმომადგენლებს და ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა მოხდაო, ჩვენ გავიგეთო, რომ ეს არისო ერთ-ერთი სასურველი სახეობა galaktikაში. მათ კი არაფერი სჭირდებოდათ. მათ უნდათ უბრალოდ ყოფილიყვნენ კეთილგანწყობილები და კეთილმოსურვეები. და მათ უნდათ ჩვენთან ვაჭრობა. აიშენებინათ ჩვენთან ერთად და ესწავლებინათ ჩვენთვის ყველაფერი კარგი. და მაგათმა შექმნეს ახალი ამბები. ეს არის ყველაზე კარგი ამბები. ისინი არიან ორ ვარსკვლავიან სისტემისაგან, რომელსაც ეწოდება ზეტა ბადე. მათ აქვთ 4 ტიპი. IS ტიპი ჩამოთვალა ისმაილ პერეზმაც. მაგრამ იქ უფრო გასარკვევად წერია. აქანე სამი ადამიანი ერთად საუბრობს და ხელოვნური ინტელექტი შეცდომებს უშვებს. ეს მე უბრალოდ ხვდები რაღაცას. ამიტომ ბევრი რამე გამოვტოვე. ისეთი არეული იყო ყველაფერი. და ისმაილ პერეზმაც თქვა, ჩამოთვალა ეს რუხები ზეტა ბადედან არიან 4 ტიპისა. A, B, C და D. D ტიპს კანი უგავს რეპტილიების კანს, მაგრამ მაინც არის რუხი. ისინი დებენ კვერცხებს, ამ კვერცხებიდან იჩეკებიან მათი ბავშვები, მაგრამ დიდ რაოდენობაში არ იჩეკებიან.
ეს უცნაურია, რადგან მათ ჰქონდათ რაღაც რეპტილოიდური სისხლი. სახეობები უпростоრად. ბედაცე. ახლა ყურადღებით მომისმინეთ. ახლა ამას მე ნელა ვიტყვი. დანარჩენი რუხების სახეობები მაპატიეთ. სახეობები ბედაცე. ეს არიან ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი სამხედროელები, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეცნიერები, მექანიკოსები. და ეს არის კეთილად განწყობილი ცივილიზაცია, მაგრამ მათი ხუმრობა არ შეიძლება. ისინი არიან ძალიან განვითარებული, ძალიან. მათი ხომალდები გავლარიან კვერცხს, იმიტომ და ამ კვერცხს არ აქვს ნაკერი. მასეთი ხომალდები ყავთ მაგათ, მაგრამ ისინი რასაც აშენებენ ყველაფერს უხმაუროს ვინტების გარეშე, ჰერმეტიკის გარეშე და ასე შემდეგ. უბრალოდ შენდება ერთი ჩამოსხმით მათი ხომალდები. და ჩვენ გვაქვს ასეთი ტექნოლოგია და ეს ტექნოლოგია მივიღეთ მაგათგან. სენსორული ტექნოლოგიები ჩვენ მივიღეთ ერთი უცხოპლანეტელებისაგან და ბრტყელი ეკრანების ტექნოლოგია მივიღეთ მეორე უცხოპლანეტელებისაგან. აგრეთვე უსადენო კავშირი ჩვენ მოგცნენ ისე იგი სხვა პარტია უცხოპლანეტელებმა იარაღის გარდა. ჩვენ უნდა განვითარებინა იმპულსური იარაღი, რადგან ის იყო ძალიან წიწასული ტექნოლოგია. ახლა წამყვანი ეკითხება, მე ხარ თქვენ ეუბნება წამყვანი, ერთ-ერთი წამყვანი, მე ხარ თქვენ შეგაწყვეტინეთო, თქვენ ახლა ახსენეთო, რომ პოლიტიკოსები და ზოგი მოღვაწეები უცხოპლანეტელები არიანო. მე თქვენ სწორად გაგიგეთო? თუ რაღაც ვერ გავიგიო სწორად. მე ვამბობდიო უკანა ცივილიზაციაზეო. ტიპები ABC არიანო ჩვენი პოლიტიკოსები, ჩვენი მეცნიერები ამ საკითხში. გასაგებიაო და ჩვენ არ ვართო ერთადერთები, ვისაც ყავთ პოლიტიკოსები, მეცნიერები და ასეთი ამდაგვარი წარმომადგენლები. იცით რაო, უნდა უყუროთო ნივთებს პრაქტიკული თვალსაზრისით. მაგალითად, სინამდვილეში როზუელში 2 დისკი ჩამოვარდა, ხო? თქვენ ის უნდა იცოდეთ. მე მითხრესო რომ 2 დისკი, მაგრამ რამდენიმე წლით ადრე მე ვთქვის უთხარი საზოგადოებას და მე უნდა გავაზიარო, რომ სინამდვილეში მეორე ხომალდში იყო 4 გვამი. პირველ ხომალდში 5 გვამი და 1 ცოცხალი. ორივე ხომალდი იყო C ტიპისა და ისინი ორივე იყვნენ ცოტათი მეტი. მათ ამ წარმომადგენლებს ხომალდების ჰქონდათ თვალები და შავი ლინზები. ამ ლინზების მოხსნა შეიძლებოდა, რომ მოხსნიდი ამ შავ ლინზებს შიგ მოჩანდა უზარმაზარი, გიგანტური, ოვალური თვალის გული. და შიგ ამ თვალის შიგ იყო უზარმაზარი თვალი, თეთრი თვალი და გადარჩენილი იყო მექანიკოსი, უბრალო მექანიკოსი, მეცნიერი მექანიკოსი და მან იცოდა ყველაფერი ეს როგორ იყო მოწყობილი და როგორ გაერემონტება. მაგი გადაურჩა და მაგამ გვასწავლა ჩვენ თუ როგორ უნდა შეგვექმნა ეს დისკები და როგორ მუშაობს ბევრი რამე ამ აპარატზე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ რომ ასეთი ეს უცხოპლანეტელი რუხი არ გადაგვერჩინა, ჩვენ დღეს ეს დისკი, საფრენი აპარატები არ გვექნებოდა და რომც ქონოდა ეს დისკები, ეს აპარატები, ჩვენ არ ვიცოდით როგორ გამოგვეყენებიანაო ისინი. და ჩვენ
მოგვიწია მისი დახმარება, რომ გაგვერმონტებინა დისკები. მაგალითად ჩვენ ამ მექანიკოსის, უცხოპლანეტელი მექანიკოსის ადგილას, რომ დიპლომატი აღმოჩენილიყო და ის რომ გადარჩენილიყო და მექანიკოსად ემუშაო, მაშინ რა მოხდებოდაო? ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდაო. ვინ არიან ნორდიკები? ნორდიკები, აი მე აქ განვიხილდები ეს იგივე ნათქვამი აქვს ისფალტერეს. ნორდიკები არიან რიჯერის ვარსკვლავური სისტემიდან და ამათმა შექმნეს ეს არსებები. ისინი იყვნენ თავიდან კლონირებული CB, მაგრამ სინამდვილეში ესენი იყვნენ KNB, კლონირებული არაბიოლოგიური არსებები. ჩვენ პირველად მათ შევიჯახეთ 1950 წელს ტეხასში. იქ დაეცა დავარდა ხომალდი, სად არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ ახლა მათ აქვენო საკუთარი ვარსკვლავური სისტემა, რომლის კოლონიზაცია მოახდინესო. მე არ მახსოვს ზუსტად რომელიაო, მაგრამ ისინი გახდნენ განშტოება. მაგ ომის შემდეგ გაჩნდა საკუთარი საზოგადოება, საკუთარი ცივილიზაცია, რამდენიმე ათასობით ადამიანი. საბოლოოდ ისინი წავიდნენ და დაკავდნენ თავიანთი საქმეებით, იმიტომ რომ ნორდიკები მეტი არ იყვნენ, ისინი გააქრენ, მაგრამ რაც ეხება მათ სახეობებს, ბევრ სახეობას, მათ ბევრ სახეობას აქვთ ხუთი თითები ფეხებზე და ხელებზე. ზოგს კი აქვთ 4 თითი ხელებზე და 3 თითი ფეხებზე. იმიტომ რომ ისინი იყვნენ შექმნილი ეტ პირველის ესე იგი გარეგნობით და ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა საზოგადოებებში შერეულიყვნენ. მთელი აზრი ამ რასის შექმნისა გავდა ჩვენ ტერს და ნიშნავდა იმას, რომ ეს ნორდიკები შეპარულიყვნენ სტანდარტულ სისტემაში და გაინადგურებინათ ეს სისტემა შიგნიდან, რაც ვერ გააკეთეს. მათ არ აქვთ სული, მათ არ აქვთ ცნობიერება, ამიტომ მათ აქვთ მხოლოდ პროგრამები, ჰიბრიდიზაციის პროგრამები. ეს არის ერთ-ერთი იმ პროგრამებისაგან, რომლესაც თქვენ გსვენიათო. ის საჭირო არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ შემოიწამოთ ჩვენ საზოგადოებაში, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენონ ჩვენი ცნობიერება, გადაადგილონ ისინი ცნობიერება სხეულში, შემდგომში რომ შეიპარონო საზოგადოებაში, სხვა საზოგადოებებში. ან იქ ჩანერგონ თავიანთი წარმომადგენლები. რამდენიმე 1000 წლეულის შემდეგო შეიძლება მათ გაუჩნდეთო ბავშვები და მათ ეყოლოთო სრული საზოგადოებრივი ცნობიერება. შეიძლება და გაუმჯობესებენო ცნობიერების გადაადგილებას, გადატანას უფრო სწორად თავიანთ სხეულებში და ასე შემდეგ. მე არ ვიციო ყველა ტექნიკური წვრილმანები, მაგრამ ფიქრობ, ეს არ იქნებაო ისე იოლი. თქვენ, როდესაც არ გაქვთო ცნობიერება, უცებ გიჩნდებათო ისეთი საზოგადოება, სადაც სავსეო გაცნობიერებული პიროვნებებით. ეს არ იქნება ისე იოლი. რადგან ხო, ეტ4, ეს არიან ესენი ნორდიკები არიან. დასაწყისში ისინი იყვნენ რაჯენის ვარსკვლავური სისტემიდან, მაგრამ ისინი არ ეკუთვნიან ეტ პირველს, იმიტომ რომ ისინი ახლა არიან აქ ამ ვარსკვლავურ სისტემაში.
ისინი აქეთ გამოიქცნენ, ასე რომ ტექნიკურად ეს ვარსკვლავური სისტემა არის IT4, ესე იგი ჩვენ ტექნიკურად ვეკუთვნით E4-ს, მაგრამ ეს არის ჩვენი მშობლიური სამყარო, ასე რომ ეს ჩვენი კლასიფიკაცია, რომელსაც ჩვენ სარგებლობთ დარჩენილი ნაწილობრივი სისტემისა, E4 ეს აქ არის და იქ, სადაც ნორდიკებია. არის ტიპი A, არის ტიპი B, A ტიპს აქვთ ნორდიკების A ტიპს აქვთ ღიაფერი თმები, მამაკაცები ცხოვრობენ 27-33 წელი, ქალები ცხოვრობენ 32-33 წელი, ეს არის მიწიერი წლები და B ტიპს B ტიპი არიან უფრო ძლიერები, ისინი ცხოვრობენ უფრო ხანძრად. რა არის ტიპი B? ეკითხება წამყვანი. ისინი ტიპი B-ს წარმომადგენლები ნორდიკები არიან ბრუნეტები, მათ არ აქვთ ღიაფრის თმები, მათ აქვთ წაბლისფერი შავი თმები და ასე შემდეგ. მათ აქვთ ისინი ცხოვრობენ უფრო ხანძრად და შეუძლიათ ხალხში გაერივნონ. და როდესაც ვიღაცამ ანალიზება გაუკეთა ჩემ გამოშვებას ამ თემასთან დაკავშირებით, მაგათმა შესობით დაწერეს, რომ ისინი არიან მახლები. არა, მასე არ არიან. ისინი ისეთივე სიმაღლის არიან, როგორც ჩვენ. ზოგი ცოტათი დაბლებიცაა, ზოგი ცოტათი მახლები. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. ისინი გამოიყურებიან ისედაც როგორც ჩვენ და პირველად როდესაც ჩვენ მათ შევიჯახებთ 50-იან წლებში, ისინი იყვნენ ცნობილი თავიანთი თანამშრომლობით ადამიანურ ფრაქციებთან და ამდაგარ რაღაცეებთან. და ჩვენ მე დამავიწყდაო თქმა, რომ არსებობს კიდევ არსებობს 3 ტიპი ETS. მაგრამ ყველა ისინი ისეთივები არიან, როგორც მე აღწერე. ახლა კი გადავიდეთ ET5-ის წარმომადგენლებთან. აქ დაიწყება ყველაზე საინტერესო მომენტი. ესენი არიან პარატარისტრიალები. კიდევ გავიმეორებ. პარატარისტრიალები. ზოგი ადამიანები უწოდებენ მათ უცხოპლანეტელებს ან სხვაგვარად, რაც სრულიად რეალური აღწერაა. ფარებში მითითებულია, რომ პარატერისტრიალისტები არიან საერთაშორისო არსებები. მე მყავს ისინი ნანახი 5 თუ 6 სხვადასხვა არსება, მაგრამ რომლებიც იყვნენ ახსენების სიაში. და ჩვენ ვიგებთ ავარიებზე, მათ ავარიებზე. ისინი არიან ერთადერთები, რომლებთაც არ გააჩნიათ ვარსკვლავური სისტემა, რადგან ისინი არიან საერთაშორისო წარმომადგენლები, თუნდაც ისინი ჩამოფრინდნენ სხვა ვარსკვლავური სისტემიდან, ისინი მოვიდნენ სხვა განზომილებიდან, სულ სხვა ვარსკვლავური სისტემიდან. ასე რომ ET5-ის წარმომადგენლები არიან მეხუთე ობიექტი, რომელზეც ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ აქვთ თავიანთი საკუთარი აღწერილობა, ჩვენ განსაზღვრად 5 კონტაქტს, მათ უბრალოდ არ აქვთ ვარსკვლავური სისტემა, ფერი წითელია, ძალიან საინტერესო, ისინი გავლარიან თოვლის ადამიანებს, ესენი არიან ნამდვილი თოვლის ადამიანები და არა ისეთი თოვლის ადამიანები, რომლებიც თირად ჩამოდიან ხოლმე. ან ამდაგვარ ამათ მსგავსება არა. მე ვამბობ რეალურ ადამიანზე. ესენი არიან რეალური ყველაზე თოვლიანი ადამიანები, თოვლის ადამიანები უпростоრად, რომელსაც უყურებ და შემდეგ ხრებიან. ეს იმიტომ, რომ ისინი გადაადგილდებიან განზომილებებს შორის და დაფლობენ უნარს ბუნებრივად გააკეთონ ის, რისთვისაც ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიებს და დააჩქარონ ან შეანელონ ატომების შემადგენლობა იმისთვის, რომ გადაადგილდნენ სივრცეში. მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება, რასაც მოისურვებენ. და ეს თეორია აღწერილია დოკუმენტებში, რომელიც მე მაქვს ნანახი 90-იანი წლების დასაწყისში ამ კონკრეტულ წარმომადგენელთან დაკავშირებით. 90-იანი წლების დასაწყისში მე ვნახე ეს შეიძლება ისინი ევოლუციონირებდნენ ჩვენთან ერთად და შემდეგ სადღაც გაქრენ ან იყვნენ ჩვენ გვერდით, მაგრამ იდნენ განზე
როგორც უხილავი ცივილიზაცია. მათ არ სჭირდება ტანსაცმლის დარება, რადგან მთელი მათი სხეული დაფარულია ბალანით. მე არ ვიცი ისინი როგორ გამოიყურებიან იმ განზომილებაში, სადაც ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება ისინი სხვა განზომილებებიდან იყვნენ. შეიძლება ჩვენი სამყაროდან იყვნენ. არის კიდევ რამდენიმე წყვილი მათგან არის ერთ-ერთი პერსონაჟი მათ შორის გრძელი ცხვირი და უცნაურ ტანსაცმელში, რომელსაც ატარებდა როგორც ჩორტები და გამოიყურებოდა როგორც პერსონაჟი მუთვლიდან და ამბობენ რომ ზუსტად მაქედან წამოვიდაო ბევრი ლეგენდები ფეებზე და სხვადასხვა არსებებზე. არიან ისეთი არსებები, რომლებსაც უწოდებენ სინათლის არსებები, მაგრამ ეს ის სინათლის არსებები არ არიან, რომლებშიც შეგიძლია გადაიქცეს სიკვდილის შემდეგ. არა, ესენი არიან საერთაშორისო სინათლის არსებები და ზუსტად მათ ხედავს შენ პატარა სინათლის ფორმებად ხელის გულის ზომისა, რომლებიც დაფრინავენ შენ გარშემო. ეს ისე ხდება, როგორც კი აღიქვამს ამათ ჩვენი ცნობიერება, მაგრამ იმისთვის რომ გაიგო თუ როგორ გამოიყურებიან ისინი სინამდვილეში, უნდა მოხდე მათ განზომილებაში და ნახო ისინი შენი თვალით. ისინი არიან პატარა ნათელი არსებები. ისინი დაფრინავენ ძალიან დაბლა მიწის ზედაპირზე, არიან პატარა ბურთის ხელა. ისინი არიან სხვადასხვა ფერების და კიდევ არსებობენ არსებები სხვა განზომილებებია, რომლებიც გადაადგილდებიან თავიანთი სურვილით ან იყენებენ ამისთვის ტექნოლოგიებს. ისინი ეკუთვნიან იმ კლასიფიკაციას, რომლებიც არ მოსულა მასკალური სისტემიდან და რომლებიცაც ჩვენ მივეცით ისეთი კლასიფიკაცია, რადგან მათ მაინც აქვენ ტექნოლოგიები. ისინი ვინც მოვიდა სხვა განზომილებებიდან, ეს ცალკე შემთხვევაა. ახლა ისინი არიან ათობით, მაგრამ იყო დრო, როდესაც ისინი 5 ან 6 ნაირსახეობა და ეს იყო ძალიან საინტერესო. ერთი მათგანი გავდა X რაღაცა X ამ დაგვარ უცნაური რამ. ზოგი გავდა წვეთს, უცნაური წვანე მოვარდისფრო წვეთს თვალებით და მათ ჰქონდათ ცნობიერება და ისინი ტელეპათიურად გესაუბრებოდნენ. ერთი მათგანი იყო ძალიან ჭკვიანი, ძალიან კეთილად განწყობილი და ეს იყო უცნაური. ყოველჯერ როდესაც მე ვუყურებ ამ უცნაურ ფილმს წვეთი, მე მახსენდება ისინი. ის არიზდებოდა როგორც ფილმში, ეს წვეთი არიზდებოდა როგორც ფილმში. ის იყო მიახლოებით 15 მილიმეტრი სიგრძეში, გავდა როგორც თქვი წვეთს, რომელიც წევს დედამიწაზე და ის იყო ნახევრად გამჭვირვალე. მასში ჩადა ყველაფერი. ახლა გადავიდეთ E-36 წარმომადგენლებთან. ესენი არიან არსებები, ისეთი არსებები, რომ მათზე მე მაქვს ძალიან ცუდა ინფორმაცია. ეს არიან ნორდიკური კლონები, რომლებიც პირველი წარმომადგენლებმა შექმნეს იმავე ომის დროს, აქ იგულისხმება გალაქტიკური ომის დროს, იმისთვის რომ ჩანერგებოდნენ ნორდიკების საზოგადოებაში და გაიმარჯვათ თავიანთ მტრებზე. ომის შემდეგ ამ ცივილიზაციამ შექმნა თავისი საკუთარი ვარსკვლავურ სისტემაში, თავისი საკუთარი სისტემა და თავისი საკუთარი ცივილიზაცია შექმნეს. მე არ მახსოვს ეს სისტემა, რა სისტემა, მაგრამ ის შორი აქედან და როდესაც მე ვამბობ ის შორია, მე გულისხმობ სადღაც 40-60 სინათლის წლების მანძილს. ისინი არც კეთილები არიან, არც ბოროტები არიან, ისინი არიან, მათ არ აინტერესებთ არაფერი, რადგან როდესაც მათ ქმნიდნენ,
მათ ჩადეს ისეთი ტექნოლოგია, რომ მათ უნდა გაეტაცათ სულები. ასე რომ მათ ჰქონდათ ცნობიერება, ეს იყო მათი უპირატესობა. ისინი იყვნენ განვითარებული ვიდრე ისინი, ვინც შექმნა ნორდიკები და როდესაც შექმნეს უცხოპლანეტელები მესამე ტიპისა, ისინი მათ შეუქმნეს ცნობიერება. რაც ეხება ფაილებთან რეალურ მტკიცებულებებს, ამ სახეობაზე მე ბევრი რამ არაფერი ვიცი. მათ შეუძლიათ, როდესაც უნდათ მოფრინდნენ და გაფრინდნენ. ესე იგი, უცხოპლანეტელები მეშვიდე ტიპისაა. ამაზე მე ყველაზე ცოტა ვიცი, მაგრამ ისინი შეფრინდებიან ვულკანებში, გამოფრინდებიან ამ ვულკანებიდან, ისინი დაფრინავენ ხომალდებზე, რომლებსაც უწოდებენ მზე, რადგან ხომალდი სინათლისაა. ისინი ბევრი არიან, რადგან ისინი არიან პატარები. მათ ხომალდებს ალბათ დაცვითი სისტემა აქვთ, რადგან მათ შეუძლიათ ვულკანურ მთებში შესაძლოა იქიდან გამოსვლა. სიამოვნებაში ისინი გლოვდებიან ამ ვულკანურ, ასე ვთქვათ, წყაროზე, სადაც ამორჩევა ხდება. ისინი იყენებენ ტუნელებს, მისთვის რომ მოხვდნენ თავიანთ მიწისქვეშა ბაზებზე, რითაც ხოლმე სარგებლობენ. მათ არაფერს შეჭდებათ მოდერნიზაცია, რადგან ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ, აგრძელებენ მუშაობას. ისინი ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, უფრო მეტწილად მექსიკაში. მე ვიცი, რომ ჩრდილო ამერიკაშიც არიან, მაგრამ სამხრეთ ამერიკა და მექსიკა ეს არის ბუკვალურად მათი ტერიტორია. ისინი არიან ძალიან პატარები, სადღაც მეტრო ნახევარი ორამდე. მათ აქვს პიგმენტაცია, ნარინჯისფერი როგორც პორტოხალი, მაგრამ მათ შეუძლიათ ფერის შეცვლა. აქვენ თითქოს თაბლისფერი თვალები. როდესაც ბრაზობენ, ისინი მათ თვალების ფერი იცვლება შავ მწვანეზე, ან რაღაც ამდაგვარზე. ძალიან ლამაზსაყურებელია, მაგრამ როდესაც მათ თვალის ფერი იცვლება ემოციებიდან გამომდინარე, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება ეს. მაგალითად, ადამიანებს ვისაც აქვთ უხისფერი თვალები და რამე ემოციებს განიცდიან, მათი თვალები ხდება უფრო კაშკაშა, ნათელი. თითქოს ისინი ხდებიან თავის ემოციების ნაწილი. დაკავშირებული თუ არა ემოციებთან არ ვიცი, მაგრამ ამდაგვარი არსებები ხდება ძალიან იშვიათად, თუ რეპტილი არ არის. ძალიან უცნაურია, მაგრამ მათ უწოდებენ ულიტკა მექსიკელებს. ეს მათი ნამდვილი სახელია, ულიტკა მექსიკელები. ლოკოკინა მექსიკელები. ისინი არიან ძალიან ლამაზები და განვითარებულები, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ არ იციან, შედიან თუ არა პლანეტის კონფედერაციაში ან galaktikურ სინათლის ფედერაციაში. შეიძლება ისინი უბრალოდ მარტოხელები არიან. მე არ ვარო დარწმუნებული. ისინი მაინდამაინც არ ერევიანო ჩვენ საქმეებში. მათი პირველი კონტაქტი NASA-სთან მოხდა ტეხასში 1950 წელს. 1950 წელს ტეხასის სამხრეთით მოხდა რამდენიმე ავარია და ეს იყო ერთ-ერთი ავარია მათი. ისინი არიან ძალიან პატარები, ხალხს ეგონებათ, რომ ისინი არიან პიგმეები, მაგრამ მე მათზე ცოტა რამ ვიცი. აგრეთვე არიან მაღალი თეთრები, რომელსაც აგრეთვე ამბობდა ისპანურ პრესი. ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი, ადგილი უფრო სწორად. ჩვენ რა უნდა დავამთავრო? კარგი, მე ამას გამოვტოვებ. ვარსკვლავით არის არსებობს ვარსკვლავური გროვა ET8.
პლეადები აი მას გამომტოვეთ და თუ რამე გაინტერესებთ ის ვიდეოს მოусვინეთ. აუ ხო იქ არის ძალიან ბევრი ათობით ვარსკვლავები და ყოველი ვარსკვლავის გარშემო არიან პლანეტები. მაგასთან კოლონიზება გაუკეთენ რამდენიმე ვარსკვლავურ სისტემებს. არიან აგრეთვე არსებები, რომლებიც იკავებენ ძალიან მაღალ მდგომარეობას პლეადიანურ იერარქიაში და მართავენ მაღალ თეთრებთან ერთად. ესე იგი, საშუალო სიმაღლე ამ არსებებისა, ამ პლეადელებისა შეადგენს 9-დან 13 მეტრამდე. ეს არის მათი შუა სიმაღლე. შემდეგი სახეობა ეს ძალიან საინტერესოა. ისინი კონტაქტირებდნენ საბჭოთა კავშირთან 1930 წლებში, როდესაც სტალინმა გაუშვა სამეცნიერო ექსპედიცია აფრიკაში ურანი და ნავთობის ალბათ ანტარქტიდა, ხო, ალბათ ნავთობის და ურანის მოსაძებნად. და იქ ისინი შეიჯახენ, წააწყდნენ ძალიან მაღალ არსებებს, რომლებსაც სიმაღლე ჰქონდათ 10-დან 12 ფუტამდე, სიმაღლე ჰქონდათ 10-დან 12 ფუტამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ესენი იყვნენ 10-დან 12 ფუტამდე სიმაღლის და იყვნენ ბრონზის ფერი. სინამდვილეში ეს ფერი იყო მათი კანის ფერი და მათი კანი ბრწყინავდა, აგრეთვე მათი კანი ასხივებდა ფოტონურ სინათლეს, მაგრამ დონე ამ ფოტონური სინათლის აბიომი, რომელსაც ისინი ასხივებდნენ, იყო ძალიან დიდი. ასე რომ ისინი ბრწყინავენ. მაგათმა შეაბრუნეს საბჭოთა კავშირის ექსპედიცია და უთხრეს, თქვენთვის აქ მოსვლა არ შეიძლება, ასე რომ წაადით ახლა აქედან და უკან არ დაბრუნდეთო. და სამეცნიერო ჯგუფი დაბრუნდა და სტალინს ანგარიში ჩააბარეს ამის შესახებ. და სტალინმა რა ქნა? სტალინმა ყველა დააპატიმრა ეს მეცნიერები სიცოცხლის ბოლომდე. მისამ ასეთი სასჯელი. სიცოცხლის ბოლომდე ამოკედა ციხეში. ციხეში კი ალბათ გააგზავნი და ციმბირში სამუშაოებზე. არ დაუჯერა სტალინმა. სტალინს ეგონა, რომ მოატყუეს მეცნიერებმა. რომ ანტარქტიდა იყო, ხო თქვი იქ რობოტმა შეცდომა დაუშვა. ანტარქტიდაში რადგან ციოდა, სტალინს ეგონა, რომ იმათ დაეზარათ იქ დარჩენა და ამით დაბრუნდნენ უკან. ეს არის რეალური ისტორია. სინამდვილეში ჰიტლერმა ეს გაიგო საიდუმლო არხების მეშვეობით და როდესაც გახდა ფიურერი ან დიქტატორი, როდესაც ის გახდა ფიურერი, გაიგო ამის შესახებ თავისი შპიონური არხების მეშვეობით და გაუშვა ანტარქტიდაში სამეცნიერო ჯგუფი და ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ პროექტ საჭერის მეშვეობით, როდესაც ვერნერ ფონ ბრაუნმა ყველაფერი ეს მოყვა. ამიტომ გაუკეთა ორგანიზაცია ოპერაციას მაღალი ნახტომი და ჩვენ წავედით იქ. ეს ყველაფერი იყო ურთიერთ დაკავშირებული. ატომიტებმა სინამდვილეში გადასცენ ჰიტლერს რაღაც ტექნოლოგიები, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა მაგ ტექნოლოგიისა
გახდა ვილენსი იაპონური საზოგადოების ადამიანი. ისინი იყენებდნენ მის ბანკებს იმისთვის, რომ ვებროკა გაეკეთებინა მისთვის, სანამისის და ციხეში ღალატისთვის და მას მოუყვეს ნეგრიტანულ რასაზე. ამიტომ ის იყო თეთრი რასის მომხრე, მან იცოდა, რომ ეს თეთრები ვინ იყო, მან იცოდა ვინ იყო ეს თეთრები და რომ მაგათმა შექმნეს ეს ყველაფერი. მარეულია ყველაფერი. იცით რა აქ იმდენი ისა საინტერესო მომენტებია, ვერ ნახევრამდე რა მისული და უკვე გაისო. მოდით მე ამ პირველ ნაწილს ახლა თქვენ აგიტვირთავთ, აპატიეთ აქ ხელი მედობა რაღაცაზე. და მეორე ნაწილს მე ავტვირთავ. იმიტომ რომ ხო ის დავიმახსოვრე საგავჩერდი. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.